მშვიდობისა, პირდაპირ ეთერშია მედიაკავშირი ობიექტივი, მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და მიუხედავად იმისა, რომ დღეს პარასკევი არ არის და ოთხშაბათია, პირდაპირ ეთერშია გადაცემა ღამის სტუდია. და მე დღეს ჩემს სტუმართან ერთად, თუმცა მინდა რომ სტუმარი არა მეწყვილე იყოს, როგორც წამყვანი, თბილისის მერობის კანდიდატ ოთარი ჭითანავას წარმოგიდგენთ, ჩვენი სტუმარია დღეს. მოგესალმებით ყველას, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს. და მინდა ვთხოვო ტელემაყურებლებს და რადიომსმენელებს, რომ შეგიძლიათ ტელეფონით დაგვიკავშირდეთ და გეპასუხებთ თქვენს მტკივნეულ კითხვებს. თუმცა ეს ინტერაქტივი ოთარ, რაც არის გამოკითხვა ჩვენი მსმენელის და მაყურებლის, საკმაოდ სერიოზულ პრობლემებზე მიგვითითებს. და ამ პრობლემებზე ჩვენ ვსაუბრობთ ყოველთვის, ხო? აი როგორ ფიქრობ ოთარ, ცოტა დაიძაბა სიტუაცია ჭორის დონეზე, ხა არ მინდა ჭორები გავავრცელო, მაგრამ არ გამოვრიცხა რომ მართლაც ესე იყოს, განსაკუთრებით სამეგრელოში სამარშრუტო ტაქსები ყველა დაკავებულია, ანუ 4 რიცხვისთვის, ხო? 4 რიცხვისთვის, ანუ ეს არ არის ხო, მოარული ხმა და ეს არის სინამდვილე. კი, სამწუხაროდ ის ხალხი, ვინც აკეთებს მობილიზებას მიტინგს, ვინც ხელმძღვანელობს, არ ვიცი რამოდენიმე ლიდერია ალბათ. მათ ეს მოახერხეს, რომ რეგიონებიდან წამოვა ძალიან დიდი ნაკადი ხალხის, რათა 4-ში აქ მნიშვნელოვნად ბევრი ადამიანი იყოს შეკრებილი, წარმოდგენილი და შემდეგ რა ვიცი, როგორ გავითარდება მოვლენები, ამას წინასწარ განჭრეთა ალბათ არავის არ შეუძლია. მაგრამ სერიოზულად რომ დაიძაბება ვითარება, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. რით იხსნით, რომ აი მე რა მეკოსიც განსაკუთრებით სამეგრელოში სამეგრელომ ამდენი გადაიტანა დამეთანხმები არა მიშას რეჟიმის დროს და რით იხსნით, რომ ამდენი მომხრე ყავთ მაგალითად ნაციონალურ მოძრაობას, იმიტომ რომ ძირითადად იქ მოძრაობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, ალბათ დამეთანხმებით, ხო? კი, მაგრამ არიან სხვა პარტიებიც, არიან ახალგაზრდობა, როგორც ვნახეთ, არიან სხვა პროფესიის ადამიანები, ვინც იკრიბებიან რუსთაველზე. და არიან სამეგრელოში, მაგრამ თქვენ თვითონ ვთქვით ხო, რომ ეს ლიდერები და ამ შემთხვევაში ლიდერები სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არიან. ნუ არ ვიცი, ვის მივაკუთვნო ბაატა ბურჭულაძე, ხან ნაციონალია, ხან არავისთან არ არის, ნუ მე ხა ეს ხან ძველებთან, ხან ახლებთან და ვერ ნუ იმათთან არის, გინდა ძველებთან იყოს, გინდა ახლებთან, ხა ეგ არც გახარიას წარმომადგენელი არ არის და არც ლელოს ეს ნაციონალებიც რამოდენიმე ნაწილად არიან დაყოფილი, ბევრი ერთმანეთთან დაპირისპირებული. რა ხალხი მოდის ეს, რომ გითხათ, ხა დაზუსტებით არ შემილია, მაგრამ ნუ გულშემატკივრები მოდიან, ამდენი გულშემატკივარი შეიძლება არ ყავდეს ნაციონალურ მოძრაობას. აბა რითი ფულით განსაზღვრავენ ამას? ვერ გეტყვით. ბევრია უკმაყოფილო ადამიანი, განსაკუთრებით სამეგრელოში, პერიფერიებში ძალიან უჭირთ ხალხს, ეს თბილისშია კიდე შედარებით ისეთ სიტუაცია, რომ შეიძლება რაღაც თავი გაიტანა, ოჯახი შეინახო, მაგრამ სამეგრელოში ყოველ მესამე, მეოთხე ოჯახს აწერია, ან იყიდება სახლკარი, ან ქირავდება, რა ვიცი, მოკლედ ისეთ სიტუაცია, ყველა გარბის სამწუხაროდ საზღვარგარეთ ისეთ სამუშაოებზე, რომელიც მართლაც ძალიან რაც არ უნდა რთული იყოს, მაინც მიდიან, აქ ყოფნას ურჩევნიათ ადამიანებს, რომ იქ იმუშაონ მოსამსახურეებად, სხვისი ბავშვები ზარდონ, სხვის მოხუცებს მოუვარონ, სხვების იქ უცხოელების თეფშები რეცხონ, წავიდნენ მათ შორის კრიმინალის ჩასადენად და სადღაც ბოლო 14 წლის განმავლობაში ქვეყანა დატოვა დაახლოებით 277,000 ადამიანმა. ეს არის სამწუხაროდ ის საგანგაშო ციფრი და ის რეალობა, რომელიც ჩვენ მივიღეთ ქართული ოცნების პირობებში. ამიტომ აბსოლუტურად არ მიკვირს, რომ ეს ხალხი არის უკმაყოფილო, რომ ამ ხალხს უნდა რაღაც ცვლილებები ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არა ვართ იმის მომხრე, რომ რაღაც ესეთი რევოლუციური ცვლილებები მოხდეს, რაღაც ძალით მოხდეს. ხელისუფლების შეცვლა, მშვიდობიანადაც არ გამოდის რატომღაც და არ ვიცი ეს ხელისუფლება არც აპირებს 2028-ში ჩვენ მოვიგებთო 30-შიც და ასე შემდეგოდა. ნუ ხა არ ვიცი იმის შიშით რომ ნაციონალურ მოძრაობა დაბრუნდება ხელისუფლებაში, მარადიულად დავტოვოთ ოცნება, ესეც არ გამოდის, ხო? ესენი ისე არიან შეყვარებული ამ სავარძლებზე
და ისეთი გამალებით არიან კარგი, იმის თავიდან შიშით, რომ ბოლომდე ჩართული ნაციონალები- კორუფციაში, რომ იმის შიში თუ ნაციონალები არ მოვიდნენ, მითხარით თუ შეიძლება სხვა პარტიებს აქვთ შანსი იმის ზარიას დიახ, აი ჯერ ამ შემოუშვეთ, კითხვაზე მიპასუხეთ, სხვა პარტიებს აქვს იმის შანსი დაუშვათ მოხდა დამხობა და რევოლუცია ღმერთმა დაიფარო საქართველოს ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს და ვიცით ხო რა შედეგებით თავდება რანაირადაც არ უნდა დამთავრდეს 4-ში ეს აქცია, არანაირი შანსი არ აქვს 8%-იანი ნაციონალური მოძრაობა უცებ გახდეს 51, 55, 60%-იანი პარტია ესე ერთ საათში. ნუ ეს არ ხდება ეგეთი რაღაც. ერთ საათში არა, მაგრამ უამრავი უკმაყოფილო ადამიანები არიან, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობა თავისთავად. რომელიც ზარია. სარგებლობს და манипуლირებს აი ამ უკმაყოფილობით. ზარია ეთერში უკაცრავად გალოდინეთ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. ალო, დიახ, გისმენთ. მოგესალმებით, ქალბატონოთა. თუ უშევი ბატონო. საქართველოს ქალბატონო არა, ბატონო ოთარ. ადამიანებს ხენი თანაპატიოსთან და მართალია დამეცი. აბსოლუტურად ცუდად ისმოდა. ძალიან ცუდად ისმის, იქნებ გაიმეოროთ და ცოტა ნელა რომ გისმენთ. თუ ეშველება სამწუხაროდ და თუ უშევი, ხენ უშევი პატრიოტთა ალიანსი. დიდი მადლობა. მადლობთ. თამაში გეთანხმებით, მაგრამ სამწუხარო რეალობა ცოტა სხვა. ჩვენ არ დავიშურებთ ძალას, ღონეს, ენერგიას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მართლაც მხოლოდ და მხოლოდ ალბათ არჩევნების გზით მოვახერხოთ სიტუაციის ცვლილება უკეთესობისკენ. და რა ვიცი, ჩვენ ყოველთვის ჩვენი ბრძოლით, ჩვენი შრომით დავანახეთ ხალხს, რომ სწორედ ხალხის მხარეს ვდგევართ, სულ ხალხის ინტერესებს ვიცავ და ხალხის უფლებებს ამას ვერ პატრიობენ სხვათა შორის პატრიოტ ალიანს ამას ვერ პატრიობენ მათ შორის ქართული ოცნება, რომელიც ძირითადში ქართული ოცნება ნებადართული და ისეთ ყველანაირი ხერხებით, არ ვიცი, ცდილობენ რომ ჩვენ ესე იგი ჩამოგვაშერონ პოლიტიკურ ორბიტას, მაგრამ ეს არ გამოუვათ, ამაში მინდა ღრმად იყოთ ყველანი დარწმუნებული. იმიტომ რომ საქართველოსთვის ყველაზე გადამწყვეტ მნიშვნელოვან ვითარებაში პატრიოტთა ალიანსმა მაშინ წინააღმდეგობის მოძრაობა ერქვა, გადამწყვეტი როლი ითამაშა, გადამწყვეტი, იმიტომ რომ ვერანაირ გამარჯვებაზე ქართული ოცნება და ივანიშვილი ვერც კი იოცნებებდა თუ არა ციხის კადრები. და ჩვენ ახლა არავის არ ვაყოდრით ამას, ჩვენ ეს გავაკეთეთ საქართველოსთვის წინააღმდეგობის მოძრაობამ. მაგრამ ეს და მე სწორედ იცით რა მიკვირს რომ პატრიოტთა ალიანსი და მათი ლიდერები არასოდეს ქართლისთვის არაფერი არ მოუპარავთ. არაფერი საქართველოსთვის არაფერი არ გაუფუჭებია და მე მიკვირს რომ ამდენი მომხრე ყავს დაუშვათ ანდა ეს თქმა რომ არ მივცეთ ოცნებას ხმა დაიკარგება არ დაიკარგება თქვენ თამამად შეიძლება გააკეთოთ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი არჩევანი ოღონდ კარგად დაფიქრდით ვინ რა როდის და რა გააკეთა საქართველოსთვის ოთარ მოდი იმ თემაზე გავაგრძელოთ საუბარი რა იქნება 4-ში მე ძალიან მე ერთ რაღაცაზე ნერვიულობ მე გამოცდილი მაქვს სამოქალაქო დაპირისპირება და ძალიან ბევრი რესპონდენტს ჩემსას ეს არასერიოზულად მიაჩნია და ამბობს რომ არაფერი არ იქნება თუმცა თქვენ სხვანაირად უყურებთ მოვლენებს მე მეშინია სწორედ სამოქალაქო დაპირისპირების ჩვენ ეს გამოვლილი გვაქვს ხომ საქართველოში გვახსოვს ეს რა ცუდი შედეგები დამთავრდა პირველ რიგში საქართველოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის თქვენ როგორ ფიქრობთ ეს თემა გამორიცხულია ოცნებამ ყველაფერი გააკეთა სამწუხაროდ იმისთვის რომ აი ამ სიტუაციამდე მიგვეყვანა ეს ამბავი ამას აქვს თავის წინაპირობა სამწუხაროდ ზარია ისევ და როგორ თქვენ დაამთავრეთ და მე ვუპასუხოთ მე ჩვენი მსმენელი უკმაყოფილებას გამოთქვავს ხოლმე რომ ზარებ დიდხანს გელოდები პირდაპირ ეთერში ხართ გისმენთ ანუ დიახ ისმის თემება დიახ მე განსხვავებული აზრი მაგდა შეიძლება თქვა რა თქმა უნდა აი ყველა ქვეყანაში ჩემი აზრია და უნდა იყოს ერთი პარტია იმიტომ რომ ხალხი უბრალოდ ხალხი დაიღალა ამ ქუჩაში манифестантები დაიღალა ერთი პარტია რომ ყოფილიყო
ეს манифესტა ყოველ დღე დავიღალეთ ამოვიდა ყელში ამოვიდა რასაც ქვია რა ესეთი სიტუაცია გვაქვს ალბათონო ეხლა ამ წუთას ჩემი აზრი განსხვავებულია მაგრამ მე ვფიქრობ რომ ნაწილობრივ სწორია ერთპარტიული ქვეყანა გვაქვს ეხლა ალბათონო ერთპარტიული სისტემა არც ერთ ქვეყანაში არ იძლევა შედეგს და ყოველთვის იწვევს დაპირისპირებას განსაკუთრებით როდესაც ეს ერთი პარტია უკვე რამოდენიმე მოწვევის შემდეგ ხელისუფლების სათავეში ალბათონს უნდა უკან კომუნიზმში დაგვაბრუნოს და ხო ცოტა გაგვიჭირდება აწი დღეს სხვა სიტუაციაა აი გადავლეთ თვალი რა ხდება საბერძნეთში საფრანგეთში რა ხდება გერმანიაში რა ხდება ბრიტანეთში ძირითადად იგივე ამერიკაში ძალიან დიდი ვნებათა ღელვები ამერიკული მოდელია ორი პარტია მაგრამ აქ უნდა იყოს მრავალპარტიულობა იმიტომ რომ ჩვენ მენტალურად ცოტა სხვა ხალხი ვართ სხვაგან ვართ გეოპოლიტიკურად ისე რომ ყველაფერს უნდა გაუწიოთ ანგარიში ერთი პარტია აი როგორ გესახება თქვენ მინუსებს ვერ ხედავთ თუმცა გაითიშა და ვეღარ გიპასუხა. ალბათონს უნდა უთხრა, რომ ზუსტად სწორედ აი ესეც აზიურ ლათინო-ამერიკულ საზოგადოებას გვიშენებს ოცნება, სადაც მართა ერთპარტიული სისტემა. წლების განმავლობაში. არის ხო ერთპარტიული დიქტატი. ესე იგი ადმინისტრაციულ ბრძანებლური სისტემა. ნამდვილად გამოვედით უკვე აი 70 წელი ვიყავით ამაში უკვე ვნახეთ ეს რაც იყო და კარგად დავიმახსოვრეთ. აწი ნამდვილად ჩვენი ქვეყანა არ მიბრუნდება იქით, მართალია ოცნება აქეთკენ მიათრევს ქვეყანას, მაგრამ ძალიან ცოტა დრო დარჩა იმისთვის, რომ ეს სიტუაცია შეიცვალოს. ჩვენ არა ვართ არც შუა აზიაში და არც ლათინურ ამერიკაში. ჩვენ ვართ სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპა და აქ ერთპარტიული სისტემა დიდხანს ვერ იმუშავებს. ხო, ევროპა ცოტა არა ვართ სამხრეთ აღმოსავლეთი. ცოტა ვწდებით გეოგრაფიულად, მაგრამ ახლოსავართ. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს საქართველოსთვის. ჩვენი ნავთობი, ჩვენი გაზი არის ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა. მთავარია ამას როგორ მოვიხმართ ქვეყნის სასარგებლოდ და არა პიროვნებების სასარგებლოდ. ახლა ძალიან უინტერესო პარლამენტი გვაქვს, სადაც არც არ ვიცი, კამათი არა, დებატი არა. სხვადასხვა აზრები. დაპირისპირება არა, ზოგჯერ ხალხს ესეც მოსწონს ხოლმე რაღაც და არაფერი მსგავსი არ ხდება. სამოქალაქო დაპირისპირებაზე რა სიტყვით? სამოქალაქო დაპირისპირებას ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავაცილოთ ქვეყანას, აუცილებლად ამისთვის არ ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ცოტა სერიოზული ხალხიცა იქნება ბევრი უამრავი მიტინგზე, რომელიც ამას ამ ჭრილში არ გადაიყვანს. არ ვიცი, არც მინდა წარმოვიდგინო. არც მინდა წარმოვიდგინო ესეთი ფინალი, რომ მე რას გეკითხებით? ის რაც უკრაინაში მოხდა, ოდესმე განმეორდეს ჩვენ. და თქვენ ეჭვგეპარებათ, რომ აი ხა ის ვინც აგროვებს ამ ხალხს, იხდის დიდ ფულს, აგერ სამარშრუტო იმათ თავისი ლოგიკა აქვს. ისე შეიძლებაო გავყაროთო ესენი, როგორც ეს ვარდების რევოლუციის დროს მოხდაო, უმსხვერპლოდ, შვიდად და უხმაუროდად. ამას ჭირდება, რომ ხელისუფლება ჩამოიშალოს. როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ჩამოშლილია, თუმცა ისე ზარია და მე გამნაგდოთ საუბარი. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? Allo, Patriot Alliance's პროგრამა რატომ არ ვრცელდება? სულ პროგრამაზე ვსაუბრობთ, ქალბატონო. ეთყობა არ შემოდი, არ იმ გადაცემას არ უსმენთ. სულ პროგრამაზე გვაქვს საუბარი. ბოლო 2 თვე როგორც მინიმუმ. კი და ძალიან ბევრი იდეა სხვათა შორის Patriot Alliance's პროგრამიდან მოპარულია ასე ვთქვათ და იყენებენ იმიტომ რომ ძალიან ჯანსაღი იდეებია იქ მოცემული რაც წაადგება ჩვენს ქვეყანას. ბოლოს მაგალითად კატეგორიული განკარგულება იყო პრემიერ-მინისტრის რომ თბილისის იერსახის შენარჩუნებისთვის შეიქმნას კომისია, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ უკვე რამდენი ხანია, რომ ეს რაღაც სტანდარტები დაწესდეს იმისათვის რომ საბოლოოდ არ განადგურდეს ამ ულამაზესი ქალაქის იერსახე და ამისთვის ეხლა გაახსენდა ხელისუფლებას 14 წლის თავზე. ისევე როგორც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში რომ კომისია უნდა შეიქმნას იმისთვის რომ ნაციონალური მოძრაობის დამნაშავე რეჟიმად ცნობა და მისი აკრძალვა მოხდეს და ამისთვის უნდა იქნას საგამოძიებლო კომისია შექმნილი მერვე თუ მე-7 წლის თავზე როგორც იქნა
ეს კომისია ამუშავდა, მაგრამ მაინც ჩვენ ბევრი რამით უკმაყოფილო ვართ, იმიტომ რომ იქ კომისიაზე იხილებოდა ისე საკითხები, რომ ვინც დამნაშავეა და ბევრი მათ შორის დღეს ამ ხელისუფლების გუნდში არიან, მათზე ერთი სიტყვა არ თქმულა. არ თქმულა იმ პოლიციელებზე, ძალოვან სტრუქტურების წარმომადგენლებზე, რომელიც ეხლაც არიან და ემსახურებიან უკვე ქართული ოცნების რეჟიმს, არ თქმულა არაფერი იმ სასამართლოზე, რომელიც მაშინაც იყო და ეხაც იმ ხალხითაა დაკომპლექტებული, რომლებიც სააკაშვილის დროს ხალხს ციხეებში უშვებდა და ჩვენ ხალხს სისხლს უშრობდა, ამაზე არაფერი არ თქმულა, რატომღაც ისჯებიან ის ხალხი, ვინც ხელისუფალს არ მოსწონს და არ ჯიან იმ ხალხს, ვინც მართლაც ძალიან სერიოზული წვლილი შეიტანა იმისთვის, რომ ასეთი რეჟიმი შექმნილიყო სააკაშვილის დროს და დღეს ეს ხალხი სამწუხაროდ არიან ქართული ოცნების რიგებში. ეს რანაირი სამართლის აღსრულება გამოვიდა, ან გვითხრან რამდენ ადამიანს დაუბრუნეს ქონება, რა დაუბრუნეს, ვინ დაისაჯა ამისთვის, ვინ აიღო ამაზე პასუხისგებლობა, ვის დააკისრეს ეს პასუხისგებლობა და ვინ დასაჯეს. ჩვენ ესეთი ძალიან ცოტა შემთხვევა გვახსოვს. კი, იყო, მაგრამ ეს ერთეული შემთხვევებია, არა შემთხვევები იყო ათასობით სააკაშვილის დროს. რაზე საუბრობთ? მიხეილ სააკაშვილი ვერ გადაიყვანეს საბჭოთა ხელისუფლების დაწესებულებაში და მშვენივრად გრძნობს თავს და მრავლდება კიდევ. ჩვენ საუბრობდით განაგრძოთ ის 4 რას მოასწავებს 4 ოქტომბერი. ასე იცით რა არის, აი მაშინ რევოლუციის დროს შევარდნაძის ხელისუფლება იყო თითქმის ჩამოშლილი. ბევრი მინისტრი ვიცით ხომ? როგორ გამოაცალეს ხელიდან და ასე შემდეგ. დღეს არის ესეთი სიტუაცია, ოცნებაში. დღეს მსგავსი სიტუაცია, იმიტომ რომ ყველა ესე იგი წამყვანი საკვანძო თანამდებობებზე ვინც იყო და ვისაც ეყრდნობოდა ქართული ოცნება, დღეს ის ხალხი, ვინც დარჩა ოცნების ხელისუფლებაში, არიან ამ ხალხს დაპირისპირებულები, იჭერენ მათი ახლო გარემოცვიდან ყოფილ ჩინოვნიკებს, ყოფილ ბიზნესმენებს, არ დაიჭირო? არა, როგორ უნდა დაიჭირონ, მაგრამ ძალიან დაგვიანებულია ყველაფერი. 14 წელი არ ჭირდებოდა იმას, მათ ჰქონდათ საკმარისი ვადა, 2 თუ 3 საპარლამენტო და 2 საპრეზიდენტო ვადა ჰქონდათ იმისთვის, რომ სიტუაცია რადიკალურად შემოებრუნებით, ყურში არ შეიშვება ისეთი ამბები გვესმის ამ კორუფციაზე და ამ კორუფციულ სკანდალებზე. და არ ვიცი, ამათ რა მადა აქვთ და რამდენი კუჭი აქვთ, რომ არაფერი არ ყოფნით. ეხა რაღაც 2 დღე გავიდა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ გამოგვიცხადა, რომ თვითონ იმატებს კიდე 12500 ლარი აქვს პარლამენტარს და უმატებენ 1400 ლარს. და პენსიონერებს უმატებენ, ესე იგი 70 წლამდე უმატებენ 20 ლარს და 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს უმატებენ მგონი 45 ლარს. ნუ არ ვიცი, საამდე უნდა უყუროთ ამ დაცინვას ჩვენი საზოგადოების ამადგან, რომლებიც მართლაც, ნუ არ ვიცი. აი, როგორ ფიქრობ ეს ყველაფერი? ხოლოდ უბრალო დეპუტატს რო აქვს 13400 თანამდებობის პირებს, კომიტეის თავმჯდომარებს, პარლამენტის თავმჯდომარებს, მოადგილეებს და უფრო ბევრად უფრო მეტი აქვთ. ნუ არ ვიცი, სადამდე უნდა გაგრძელდეს ხო ეს? მე რას გიკითხები? ვიცი წარსულში პარლამენტარები, რომელსაც ჰქონდათ 2000 და ეხლაც პენსია აქვთ 1000 და ყოფნით რა როგორღაც. კი, ყველას უჭირს, მაგრამ ესეთი რამ, რომ 10 ჯერ გაზარდო, ხელფასი გაიზარდო და ჩვენ გაჭირვებულ ხალხს მისცე 20 ლარი და 45 ლარი, ნუ ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება. როგორ ფიქრობ? მორალურში და არ ძნეობრივში და არც არანაირში. მოქმედი მინისტრები, ხელისუფლების მოქმედი პირები გადავლენ ოპოზიციას, იმიტომ რომ რევოლუცია ვარდების მაგას გულისხმობს. შიგნიდან უნდა გამოეცალოს მათ საძირკველი. როგორ ფიქრობ, გადავლენ მოწინააღმდეგის მხარეს? არ ვიცი, ვის უნდა ხა ეს ესე იგი პორტირებული ნაციონალებით სავსეა ქართული ოცნება და გააჩნია რომელი პოლიტიკური ძალები მოვლენ, იმიტომ რომ არ ამგონია რომ აცი ერთპარტიული ქვეყანა იყოს ჩვენთან, როცა შეიცვლება რა თქმა უნდა ეს ხელისუფლება. არ ვიცი როგორ შეიცვლება, მაგრამ არ ამგონია აცი ერთპარტიულმა. ეს ხალხი, პენსიონერები, აი მე მაინტერესებს შენი აზრი, ოთარ.
თქვენი აზრი უკაცრავად ამ ყველაფერმა ხალხში ჯერ პიქს არ მიაღწია, პიქს სიტუაცია მიღწეულია, იმიტომ რომ უკმაყოფილო ადამიანის გაჩერება ძალიან ძნელია. სამწუხაროდ აი ეს მშვენიერი ველი შექმნა ოცნებამ, იქითკენ ნაცები, ხა რაც არ უნდა უკმაყოფილო ვიყო და ვარ უკმაყოფილო, რა თქმა უნდა. მე იქ არ დავდგები, მე პირადად. და რა მაინტერესებს, აი ველი შეიქმნას ისეთი, სადაც არც ისინი იქნებიან. ვისაც სისხლიანი წარსული აქვს და ხალხი სერიოზულად იქნება წინააღმდეგი აი ამ ხელისუფლების. რატო არ ხერხდება ეს? რა. აი ეს სიტუაცია, რომ აი ყოველგვარი აი ამ სიბინძურის გარეშე რაღაცა ჯანსაღი ძალები შეიკრიბენ და სწორედ აი ამ უკმაყოფილობაზე და ხელისუფლების წინააღმდეგ არანაირი უკმაყოფილება არ იქნებოდა აქ, რომ ჩაეტარებიათ ნორმალური არჩევნები და რასაც ჩვენ ვამბობდით ყოველთვის ის რაც თქვენ გეკუთვნით ეს უნდა დაიწეროთ და ჩვენ არ უნდა წაგვართვათ ჩვენი პროცენტები და არ უნდა გადაუნაწილოთ რაღაც სხვა ორ კაციან პარტიებს და ჩვენ შევიდოდით აუცილებლად პარლამენტში ასევე ალბათ გახარია და ლელო შემოვიდოდა მე ამას რო ნახავდა და ძალიან გული არ დაგწულებოდა მე მგონი რომ ნაციონალები არ გვენახა საქართველოს პარლამენტში ნაცი კიდე დიდხანს ხო არ ვიცი შემოვიდოდნენ თუ არა მაგრამ ეს არ ქნეს იმიტომ რომ ამათ არავისთვის არაფრის დათმობა არ უნდათ ეს ერთი მანდატიც რო იყოს ამისთვის ოცნება ნუ არ ვიცი რა დღეში ვარდება ერთმანეთს უპირისპირდებიან გვახსოვს ხო ქალბატონი ირმა რო საგარეჯოში იყრიდა კენჭს იქ ჯარი შეიყვანეს იმისთვის რომ ერთი მანდატი არ დაეთმოთ ოპოზიციური პარტიისთვის და ამისთვის ჯარი შეიყვანეს სადღაც 4000 ჯარისკაცამდე იმისთვის რომ იქ ხიდაშელისთვის მიეცათ ხმა რომელსაც ერთ კაცი არ იცნობს იმ რაიონში სადაც კენჭს იყრიდა უბრალოდ ოცნებიდან იყო მაშინ და მე როგორი პასუხი მიიღეს ხიდაშელებისგან ქართულმა ოცნებამ ნახეთ იმიტომ რომ თუ ვინმე უმადური ხალხი იყო ამ პარტიის ირგვლივ ყველა თავის პარტიაში მიიღეს და მე რა მიიღეს ეს ვნახეთ ბოლო სამი პრემიერი გამოდგა სამშობლოს მოღალატებ ორი პრეზიდენტი რა ვიცი რა გამოდგა ერთი საფრანგეთის აგენტი მეორე კიდე რაღაც რა არ დააბრალებს თურმე ეს მაინც ჩვენი ბრალი არ არის ხო თვითონ ირჩევდნენ ასეთ ხალხს მე არ ვამბობ ხა მინისტრებს და უფრო დაბალი დონის სახელმწიფო მოხელეებზე რომლითაც გაავს ეს მთელი სახელმწიფო ვერტიკალი და მე როგორ დაუპირისპირდა ეს ხალხი შიგნიდან ეს ყველაფერი ვნახეთ ხო და ეს პროცესი გრძელდება. აი აქამდე მიიყვანა სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ სიტუაცია, არანაირი მღელვარება არ იქნებოდა ვიმეორებ, არანაირი გამოსვლები არ იქნებოდა, რომ ხალხს ენახა, რომ ამ ოცნებამ კი რაღაც გაყალბები და манипуляციით მიიღო თავისი კუთვნილი 40-42%, პატრიოტებს არ წაართვეს და მიიღეს როგორც მინიმუმ 10-12% არ ვიცი რამდენსაც მივიღებდით, 10-ზე ნაკლებს რო არ მივიღებდით ვიცი. და ეს არ გააკეთეს. ნუ არ გააკეთეს და მივიღეთ ეხლა ისე არიან გათავხედებული რომ 60-56% არ ჯერდებიან. რასაც გორბის კვლევებში ვხედავ. 64 ქონდა და ეხლა 66% აქვს ზოგიერთ დასავლეთ საქართველოში, იმაში რა ქვია, მერობის კანდიდატებს და 70-ზე მეტი. ძალიან გაათამამის ხელისუფლება. მერაბი და ისა ზვიადი რო იყვნენ ცოცხლები, ალბათ ამდენს ვერ აიღებდნენ, მე მგონი. არა, ზვიადი მერაბი აიღებდნენ. აიღეს კიდეც. აიღეს კიდეც ბევრად მეტი, მაგრამ ეხა არა აქვს ოცნებას ის სიტუაცია, რომ 70% იწერონ ამათმა. და როგორ გაიზარდა გირჩის რა ქვია თან ყველა შემატკივრების მერობის კანდიდატი 70-ზე ნაკლებს არც ერთი არ იღებს. ნუ მაგარი სასაცილო ამბავია. ზარია. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. ეთყობა გაითიშა რაღაც ხარვეზია. კი მესმის გირჩისა ესეთი დაწინაურება გორგის კვლევებით. ცოტა საერთოდ არ მიგაჩნიათ? როგორ? გირჩის ესე დაწინაურება გორგის კვლევებით. არ ვიცი, რაღაც მაგ სერიოზული პრობლემა აქვს ეთყობა ამ გორბს თუ არ ვიცი სადატარებს ამ გამოკითხვას. გირჩს 40 ქალაქში არ აყავს არ დაუდია სია და არ ყავს არც ერთი მერობის კანდიდატი. დღეს მესამე ადგილზეა. პირველი ოცნება ლელო
მიუხედავად საკმაოდ არაპოპულარული კანდიდატისა, ხო, აი რა იციან, რომ ქვეყანაში ასეთი სიტუაცია, როცა 40 ქალაქში არ აყავთ წარმომადგენლები. და აი გირჩი გავიდა მესამე ადგილზე. როგორ გავიდა, აი როგორ მაინტერესებს გორბის ვკითხო, ვიმეორებ 40 ქალაქში ამ ხალხს არ აყავს არავინ. თუ ამდენი მომხრე ყავს, რომ 9 და 10 და 12% იღებენ, გვანახონ თავიანთი მომხრეების სადმე. ბოლოს ერთი თვის წინ გააპროტესტეს ნარკოპოლიტიკა, ეს ამბავი არ მოგწონსო, რაც ცვლილებები შევიდაო კანონმდებლობაში და მოდითო ხალხო, გამოდითო, ვისაც ეს არ მოგწონთო. თუ იცით, რამდენი ადამიანი მივიდა რუსთაველზე? 12. და იმ დღეს იმ წამსვე დაშალეს. წავედითო, ეს ხალხს თურმე არ აინტერესებს. ამას ახლა ცოტა სხვა პოლიტიკური სარჩული აქვს, რა თქმა უნდა ეს ოცნებასაც და ჩვენ რომელებმაც ესე იგი რამოდენიმეჯერ გავავსეთ თავისუფლების მოედანი 100,000-ზე მეტი ადამიანი გამოვიყვანეთ. ნუ ეხა ის ხალხი ვღებულობთ თურმე 3%-ამდე და გირჩი იღებს 9%-ს, რომელიც იქვე იმის რა ქვია, პუშკინის სკვერს ვერ ავსებს. მაგარი სასაცილო ამბები ხდება. არ ვიცი, სასაცილოდაც არ აგვაქვს საქმე. სარჩული აქვს ამას, იმიტომ რომ მიხვდა ოცნება, რომ ეს შუა გაკრეფილი აღარ გამოადგება და ეხლა მას სჭირდება თავისი ხალხის ძალა ყავს, ხო, ვითომ ოპოზიცია, სჭირდება გირჩიც, რომ ამ შუა გაკრეფილში გამოაჩინოს. კი, ვის სჭირდება ეს იყალბე, რასაც ჩვენ გვანახებს. მაგრამ ამას დაწერენ. ხო, დაწერენ. ეგერ გახარიამ თქვა, იყო გასკაცი ამ ხელისუფლების მთავრობის მეთაური და თქვა რომ ერთ მგვალ თეთრ მაგიდასთან გამოყვავს ეს ციფრებიო, გამოყვავდა ყოველ შემთხვევაში და ხა. რა ვიცი ამ ამბავში ისეთ ყვილები კი უყვარს, მაგრამ თლად ასეთს როგორ იტყოდა. ამაში მართალს ამბობს, რომ ზარია. გისმენთ პირდაპირ ეთერში. ცდომილებაა ძალიან 1-2%-ია ყოველთვის ყველა არჩევნებზე. დიახ. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. ესე იგი, იცით რა მაინტერესებს? მე ხლა მიმართავ საერთოდ ჩვენ საზოგადოებას და მაინტერესებს და ძვირფასო საზოგადოებამ, ჩვენმა მოსახლეობამ რა ვერ გაიგეთ, რომ ოცნება და ნაცები არის ერთი ხის ორი ტოტი, განსხვავებული შეფერილობით, მაგრამ იგივე. ნუ თუ თქვენ არ იყავით მოტყუებული ამ ოცნების დაპირებებით, ნუ თუ ვერ გაახილეთ თვალები, ვერანაირად ვერ გაიგეთ სად ცხოვრობთ, რომ გამოჩნდა რომ ჩვენ ვცხოვრობთ ბატონყმურ ქვეყანაში, სადაც ესენი ჩვენი მთავრობა ეგრეთ წოდებული არის ჩვენი ბატონი და ჩვენවත් აქ ყმები. მაინტერესებს ძალიან, აი მაინტერესებს თქვენი აზრი, ვინმე დარეკეთ და ამიხსენით. როგორ შეიძლება რომ შენ ერთი და იგივე თამაშს თამაშობდე ყოველ წელიწადს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ ერთი და იგივე შეცდომას უშვებდე. არ მაინტერესებს უბრალოდ იცი და ეხლა გისმენთ თქვენ არა? აი რაციონალურია, აზრიანი რაღაცა საუბარი მიდის რომ გესიამოვნება ადამიანს და უკვე გიკვირს რომ ნორმალური ადამიანები არსებობენ ამ ქვეყანაში. უბრალოდ ძალიან მიკვეს, აი ჩვენი ხალხი რაზე ფიქრობს ვერ გავიგე რა. ქალაქი ქალაქს არ აგავს, სოფელი სოფელს არ აგავს, ჩვენი ქვეყანა თავის თავს არ აგავს, ხალი ხალხს არ აგავს, კაცი კაცს არ აგავს, ბავშვი თავის თავს არ აგავს, მშობელი თავის თავს. გამაგებინეთ ერთი რა გინდათ, აი მაინტერესებს უბრალოდ დარეკონ და გითხრან რა უნდა ამ ხალხს, არ მესმის იცით? აი არ ვიცი თუ დაგვეხმარებით რომ გვიპასუხოთ ამ თემაზე, გვიპასუხეთ თუ შეიძლება. არ მესმის, მიყვარხარ შენ, მაგრამ ხმას აძლევს ხვას. აი მაინტერესებს ახლა რა ლოგიკაში ცხოვრობს ეს ხალხი. ვერ გავიგე ვერანაირად რა. ძალიან დიდი ბოდიში ემოციისთვის მეტი კითხვა აღარა მაქვს. მადლობთ. მადლობთ. მადლობა ქალბატონო. მართალი ბრძანდებით, რა ვიცი, ხო გეთანხმებით. თითოეულ წინადადებაში მართლაც ბევრი რამ გვიკვირს ჩვენს ეს დამოკიდებულებაც. აი მიმართოთ რომ მაგრამ ეხლა მართლა ძალიან კარგი ადამიანებმაც დაგვირეკონ და გააღწევონ თავიანთი დაუშვათ აზრი, დამოკიდებულება. ხო, ნუ ეს იყო ხო საპარლამენტო არჩევნების დროს, რომ აი თქვენ რომ მოგცეთ ხმა ოცნება დაკარგავს და ამიტომ იმას ვაძლევ. როგორ ფიქრობ, ეხლაც იქნება ესეთი დამოკიდებულება? რთულია ესეთ როცა ოცნებასთან გვაქვს საქმე რა არა ხალხზე გეუბნები თვითონ ხალხი რამდენი ხალხისთვის მართლაც ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისთვის რომ სწორედ ხალხის გონივრულ არჩევანზე არის დამოკიდებული ის
კაი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც ჩვენ ყველას გვინდა რომ მივიღოთ. რადგან არ ვიცი, თუმცა მეორე მხრივ არ გამოურიცხავ რა თქმა უნდა, ესე არიან შეჩვეული ამ манипуляციებს არჩევნებზე. კი, ეს ჩამოიტანეს ეს მანქანადადგარები იმისთვის, რომელიც ითვლის ამ ხმებს, მაგრამ შემდეგ ხელახლა გადათვლა ხდება და რაც იბრს გამოიყვანს ის მეოცნებე, რომელიც კომისიაში ზის ყველგან, ესეც მართლა ძელი სათქმელია, იმიტომ ჩვენ ყველა კომისიის წევრები წაგვართვეს. პრაქტიკულად კომისიის წევრები არსად არ აყვავს. მეოთხე წელია, ესე იგი, საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს ამ საქმეს და პასუხიც არ გვაღირსეს სამწუხაროდ, რომ პასუხი რანაირად შეიძლება გქონდეთ იმ საქციელზე, რაც ოცნებამ ჩაიდინა ჩვენს მიმართ, არა მხოლოდ კომისია იქ იმის რეკლამის განთავსების უფლება არ გვაქვს საკუთარ არხზე, ჩვენი ფინანსები არის დაბლოკილი, ყველანაირი ხელშემშლელი პირობაა იმისთვის, რომ ჩვენ ცუდი შედეგები მივიღოთ არჩევნებზე. ზარია. კი ბატონო. ისე რეკლამასთან დაკავშირებით მთლიანად გისმენთ. ეხ მოგესალმებით შემოგვიყვება. გამარჯობა. ყველაფერი რაც ჩვენ დაგვემართა, ისევე ჩვენ ქართველი ხალხის ბრალია. იმიტომ რომ ჩვენ ვერ ვართ პრინციპული ხალხი, კანონ მომთხოვნი არ დავხდით, კონტროლ მომთხოვნი არ დავხდით. შეუპოვარი უნდა ვიყოთ, როცა მართალი ხარ სამართლებელ საბჭოს წრის სიმართლე, გავაკიოთ უნდა სიმართლე. ყველაფერი თუ კი მართლა ხელისუფლების წყარო ხალხია, რატომ ვერ ვაცნობიერებთ, რომ ეს სადავე ჩვენ ხელში ყოფილა და მოვხატოთ ჩვენსკენ აი სადავე. ამას რაით გავაკეთებთ იცი? დიახ. არჩევნების ხდით ვიდეოებს, მხოლოდ მეტი გამაჯერებლობა, მეტი ყურადღება დაუთმოთ გაერთიანებას, ეროვნული პარტიის დროშის ქვეშ დავრიგეთ ყველა ქართველმა ხალხმა. ყველა მიხდეთ ბიჭო, საჯარო მოხელეები, კაი ხართ, ხელფასები გასვენ, ოჯახებს ინახავთ და გუნდრუხს უმკმევთ ამ მატყუარა მთავრობას, მაგრამ ქართველი ხომ ხართ? ой, უმღალატო, მე პენსიონერთან ზაგავს. ой, გაჭირებულ ხარ. დაგვიდეთი ქართველო ხალხო, გვერდში. ბიჭო, უამრავობა გაგიჟალა ქართველებმა, მაგრამ როცა საერთო მტერი მოდიოდა მაშინ მაინც ერთიანდებოდნენ. რომ არ დაგვენგრას ქვეყანა. რა დაგვემართა? დავით აღმაშენებლისა თამარის დროს უზარმაზარი იყო ჩვენი ქვეყანა. და რა იქნა ბოლოს რა ვერ გაჯეხით კაცო, ერთხანს ქამრებს იჭირებდით, მერე ქამრებს იმჯარეყო, იმ ხელა შეტოდი გვაუსი. ნამუსი არ გაგვენდიდო, მე პენსიაზე ვარ და არ მყოფნის, არ სამარხში, არ საჯმერში, განწარებული ვარ. და თქვენ 12,000 ნამუსი სად გაქვთ? ბიჭო, ქართველო ხალხო, გამიმხვიდეთ. ბიჭო, შაჩი გვეძლება. ატარა, ახლა სულარხიოთ, მაგათი საფუძველი მოყეული სარივით გადმოვაგდეთ, მაგერი ბევრი შედის საგრებულოში და მერებში. მე არ ვამბობ იმას, რომ ყველა ცუდი ხალხია, გინდა მერები და გინდა საგრებულოს ხალხი. არა, არიან, მაგრამ მაუცილებლობის მონები არიან, იმიტომ რომ მეტი გასათანი არა აქვს, ან სხვადასხვა ერთიერთის და ან ამ თავობას მიეფერონ უნდა. მოდი გამომხვიძვით რა, დევიღალეთ. აი მოგვიდით მასხა დევიღალეთ. დიდი მადლობა ქალბატონო, გმადლობთ. დაღლილია ქართველი ხალხი. და რა სირცხვილია, როდესაც აი ქალბატონს უნდა უთხრა, რომ რას ამბობთ, 45 ლარით გეზდებათ პენსია. ნამდვილად სირცხვილია, რომ მე მესმის პარლამენტარები უფრო ცოტანი არიან ვიდრე პენსიონერები, მაგრამ არ შეიძლება რომ ქვეყანაში მართლაც არაფერში ყოფნით. მოდი ამ თემაზეც ვისაუბროთ. რაღაც რეკლამაზე გაინტერესებდათ და რა იყო? არა, რეკლამა რა მაინტერესებდა კი არა, რომ გადართოთ სხვადასხვა არხებზე, არა? საზოგადოებრივი რუსთავი, ორი იმედი. ყველაზე ხშირი რეკლამა აქვს ოცნებას და გირჩს.
ოცნებას და გირჩს კი. ამ ორ პარტიას. და თან ამბობენ, რომ ვინც 3% ვერ გადალახავა ამათთვის ხო, არის არა, ნუ- აკრძალული რეკლამა და ბოლო არჩევნებზე გირჩს ნამდვილად არ გადაულახია ეს ბარიერი, მაგრამ არანაირი პრობლემა არ აქვს და ჩვენს არხზე რო გაუშვათ ახლა რეკლამა, მაგის უფლებაც არა. ეგრევე დაგვაჯარიმებენ და სხვანაირადაც ებრძვიან რეკლამას, მაგალითად ზუგდიდში ბოლო არჩევნებზე გქონდა დიდი სარეკლამო ბილბორდი, იქ ჩვენი ადამიანია წარმომადგენელი, რომელიც მართლაც ჩვენი მომხრეა წლების განმავლობაში და რომელმაც გამოიარა ეს სასტიკი და ულმობელი სააკაშვილის დროინდელი რეჟიმი, ქალბატონი მანანა მიქავა, რომელსაც იქ დიდი ნაკვეთი აქვს ცენტრალური კომპანია აქვს და დიდი ნაკვეთი აქვს ზუგდიდის ცენტრალურ უბანში, სადაც იყო განთავსებული ჩვენი სარეკლამო ბილბორდი, მოვიდა ხელისუფლება და ესე იგი ბილბორდის საყრდენი ბოძებიანად წაიღო გაურკვეველი მიმართულებით და დღემდე ესე იგი ის ისეთი ადგილია, რომ შეიძლება და იმ ბილბორდის გაქირავება, მაგრამ ჩვენთვის ეს მაგის უფლება ხო, მაგის უფლება თლიანად წაიღეს, წარმოიდგინეთ, თავხედობას აქვს ადგილი, ბილბორდს რო წაიღებ სხვისი ტერიტორიიდან, ამას ხო, ბოძებიანად რო წაიღებ. ხვდებით? მე არ მიმართეთ. სადაც გინდათ იქ იჩივლეთო. დღემდე ბილბორდის საყრდენი ბოძები არ არის დაბრუნებული და თვითონ ის რაზეც აკრავენ სარეკლამო ბანერს. არა, ნუ მართლაც ეხლა რაზე უნდა ველაპარაკოთ ამათ? საინტერესოა, რომ აი ოცნების რეკლამები და გირჩის რეკლამები, როცა გირჩს 3% გადალახული არ აქვს. და თან ცოტა მეცინება, როცა სამღვდელო პირი ეუბნება, რომ რეკლამაში რომ აიმე ეს რა ქვია სიყვარულია მთავარი სადნახა ხა გირჩისგან ეს განსხვავება სიყვარულის გირჩის პოლიტიკისგან არ ვიცი. ნუ რას ვიზავთ, ესეც საქართველოში ვცხოვრობთ. ესე იგი, თქვენ მაინც მიგაჩნიათ, რომ 4-ში რაღაცა ძვრები დაიწყება და უამრავი ხალხი გამოვა? ჩამოვა რა? ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება, მაგრამ ძალიან ბევრი ხალხი რო იქნება დედაქალაქში, ეს უკვე დაამდვილებით ვიცი, იმიტომ რომ ყველგან ჩვენი მომხრეები გვყავს და ყველამ იცის, რომ ეს მარშრუტკები არის იმ დღეებში ყველგან დაკავებული. ნახოთ რა. იმისათვის რომ თბილისში წავიდნენ. ასე რომ მარშრუტკის ქირაობა რო გინდოდეთ, ეს ძალიან გაჭირდება. ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? დიახ, პირდაპირ ეთერში ხართ. გისმენთ. არის იცით რა, ძალიან ცუდად ისმის, ვერ ცუდად ისმის, იქნებ სხვა ადგილას დადგეთ ან მოშორდეთ ეკრანს. გაითიშა. დაგვიკავშირდით და იქნებ ავგიხსნათ რა კითხვა გაქვთ. ძალიან ცუდად იცი ისმოდა და იქნებ კიდევ სცადოთ შემოხვიდეთ ეთერში. კი ბატონო. ხო, იმაზე საუბრობდი. ანუ ვერ ხალხს ელუდებით მაინც. ელუდებიან, რა ვიცი, როგორც თვითონ ამბობენ. აქაც ძალიან ბევრი დახვდებათ, ყავთ ახლა მომხრეები მომიტინგეებს და ვნახეთ 2-3 დიდი აქცია თუ გახსოვთ რიყეზე რო იყო, ესე იგი რიყე მთლიანად იყო გადავსებული და აქით ის ჟარდენის დასაწყისი. ეს არაა ცოტა ხალხი. და სავსე იქ სანაპირო რიყის დასაწყისი. ძალიან ბევრი ადამიანი იყო, არაერთხელ გამოვიდნენ ასე. ნახეთ. და ეს ხალხი ყველა გამოვა. გამოვა, მაგრამ არსებობს მე ხა ამ ადამიანებს თბილისში, რომლებიც ამ რაოდენობით გამოდიან და იქ არც მარშრუტკები ჭირდებოდათ მაგათ და არც ავტობუსები თვითონ გამოვიდნენ და წარმოდგენილი გაქვთ, ხო, ამ ხალხს კიდე 2 მაგდენი სახში ყავთ. კი, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, ესეც გასათვალისწინებელია და რომ მოხდეს ისე, რომ ისინიც გავიდნენ. ამიტომ ძალიან მე თბილისში ეს ბოლო დღეები და თვეებია დავდივართ ხალხში და ჩვენ პრაქტიკულად ოცნების მომხრეს ვერ პოულობთ. ძალიან რთულია იპოვო ოცნების მომხრე, ხა თუ ადამიანი დავალებული არ არის და რომელიმე სიფში აიფში ან მერის სამსახურში არ მუშაობს, ისე რთულია მათი ხარდამჭერების პოვნა. ესა ის რეალობა, რომელშიც დღეს ოცნება აღმოჩნდა.
ანუ ფიქრობთ რომ უმცირესობაშია. ძალიან ცუდი შედეგები მიიღო მათ შორის იმ გაყალბებულ არჩევნებში საპარლამენტოში თბილისში ოცნებამ. ძალიან გაუჭირდა და ბევრ უბანში წააგო პირდაპირ. ზარია, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ? გამარჯობა. ქალბატონო ნინო, ძალიან დიდ პატივს ვცემ. მე არ ვიტყვი ახლა ვინც ვარ, ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობები და ქალბატონო ნინო, სასიხარულოა რომ ბევრი ხალხი ჩამოდის და აქ არეგულარობა მოხდება? მე არ მიხარია ბატონო, თაკითხები, სასიხარულოა ეს ახია ქართულ ოცნებაზე, აქამდე რომ მიიყვანა საქმე ქალბატონო. ეს ახია, მაგრამ ბატონოთ არ ერთი წუთი თუ ნაციონალური მოძრაობა და მათი განაყოფები გაიმარჯვებენ თქვენ რამე საშუალებას მოგცემენ? როგორ წარმოგიდგენიათ 8%-იანმა ნაციონალურ მოძრაობამ უცებ აკრიფოს 50-ზე მეტი. არა, ნაციონალური მოძრაობა ემზადება ომისთვის. თქვენ ვერ ხვდებით რას უჭერთ ხალხს რომ იხარიათ, ბევრი ხალხი მოდით ქუჩაში ოცნების. არა, არაბის არ უხარია. დაგიმალოთ სიმართლე ქალბატონო, რა ვქნათ ესე იქნება. როგორ არ არის ოცნების მომხრები არ არიან თბილისში? ძალიან ცოტა არიან. ძირითადად ვინც მუშაობს სახელმწიფო უწყებებში და მათი ოჯახის წევრები. მაგრამ როგორ გეკადრებათ ისეთი საუბარი? თქვენ პირდაპირ შეთხდენ ნაცნობთ ახლა. კი, გასაგებია. ამ შემთხვევაში ზედ არის არჩევნები და თქვენ ხელს უწყობთ. თქვენ მოგწონთ 20 ლარიანი პენსია, ვიცი რომ მოგწონთ და თვითონ რომ 1400 მოიმატეს. თქვენ მოგწონთ რომ თბილისი გაივსო ირანელებით, პაკისტანელებით, ბანგლადეშელებით და ავღანელებით, აი ეს მოგწონთ. თქვენ რომ მობრძანდებით თავრობაში, ჩვენ რომ მობრძანდებით თავრობაში თუ მოვედით, მაქსიმალურად შევზღუდავთ. აქ უცხოელებს არ მივცემთ იმის, რა ქვია, სამუშაო ვიზას და ბინადრობას არავითარ შემთხვევაში. აი ეს ამას ვიზავთ. სამი დღით ადრე არჩევნების წინ. მოდით ნუ ვიკამათებთ, არავის არ უხარია. მოგეთ ჩემზე ყოფილა დამოკიდებული ეს ხალხი ჩამოვა თუ არ ჩამოვა. არა, სხვა რაღაცა თქვა, არ უხარია, უბრალოდ სიმართლე აღნიშნა და მართლაც ცოტა დასაფიქრებელია ამდენი ხალხი რო ჩამოდის და ალბათ დამეთანხმებით მით უმეტეს ხუთში დაგვირეკეთ ქალბატონო და დარწმუნდებით რომ ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ესაა ის რეალობა, რომელიც ვიცი წინასწარ. ბატონო, მაგრამ მე სამწუხარო რეალობა ის არის, რომ მართლაც ოცნებამ შექმნა ეს ყველაფერი. სამწუხარო რეალობა. ეს ჩვენი ბრალი ყოფილა. არა, ეს ჩვენი ბრალი არა. აქამდე რომ მოვედით. სიხარულით ნამდვილად არ უხარია უთარჭითანავას, ეხა თბილისში არეულობა და საქართველოში არეულობა. ოცნების დარჩენაც არ მიხარია და არც ამათი ეს არ მიხარია, რაც შეიძლება ცუდი რაღაც მოხდეს. არც ის გვიხარია და არც ეს. იმიტომ რომ ამათმა დაგვასვეს თავზე არაბები, ინდოელები, ჩინელები, თურქები. არ გვინდა ეს ხალხი, ვეუბნებით. ასეთ პატარა ქვეყანას ლონდონში და ბერლინში გამოდიან უკვე იმ 80 მილიონიან და 100 მილიონიან ქვეყნებში, რომ ამ მიგრანტების გამო და ამათმა კარი გაუღეს ყველა, საქართველოს დაამსგავსეს კარმოღებულ სასტუმროს, სადაც ვისაც უნდა შემოვა, ვისაც უნდა იმას, რასაც უნდა იმას საკუთრება იყიდის აქ, რა ქვია, მიწებს და ბინებს და რა ვიცი, აგარაკებს და ჩვენ ამათ უნდა უყუროთ და საკუთარ სახლში უნდა გავხდეთ სტუმრები. არ გვინდა ესენი. ჩვენ ამას არ უნდა უყუროთ, მაგრამ ჩვენ დამოუკიდებლად აი ამ აჟიტირებული ხალხისგან ცალკე უნდა გავაკეთოთ ამაზე აქცენტები და აუცილებლად ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ. ოღონდ ეს ბრძოლა იარაღით არა, პოლიტიკურად. სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილი დამთავრდა, ჩვენ მალე დაგიბრუნდებით ეთერში.